მოცემე კაცი, საშინელი კაცი, უცხული კაცი, არ ჩავდიო ჩვენ სიყვარულში. იცით მეგობრებო, ერთმა შესანიშნავმა კაცმა თქვა, თეთრი არ აქვი, შავ არ აქვს ერთვის, ჩვენი გათიშვა კი ყველა სურდა. გაუმართოთ თეთრი და შავი არადის შეერთებას, საქართველოს ცნობას გაუმართოთ და ჩვენს განუყოფლობას გაუმართოთ. ეს მინდოდა მეთქვა ჩავდიო. ქართველი კაცის მოწმენების სიალა. ერთ უკვე გადამომიჭეს, გადაგვიარეს, უსხოდა თესლმა შემილწა მიწა, რომელიც მარადის ქართველი კაცის სისხლით იყო მორწყული. ქართველი კაცის სულგრძელ ბუნებას დაუპირისპირდა მომხვეჭელი და მესაკუთრე პროვინციელის უმაგური ხასიათი. დიდი ილია ბრძანებდა ერის დაცემა და გათახსირება, მაშინ იწყება, როცა თავის საუბედუროდ თავისი ისტორიას ივიწყებს. კაცად არ იხსენიება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს, ვინ არის, საიდან მოდის და საიდკენ მიდის. ვერა ბატონო, ჩვენ ვერ ვარქმევინებთ ჩვენ სინაპრებს, რომ მიწას, რომელიც ჩვენია, ჩვენ გვეკუთვნის, ვერ ვუპატრონებთ. მიწას დიდი რუსთველის მშობელს, მიწას აღმაშენებლის მშობელს, მიწას დიდი ილიას მშობელს, ჩვენს მიწაზე საუბედუროდ აღმოჩნდნენ ტომები, რომლებიც თავის დროზე მოსშორდნენ, როგორც დიდი ილია იყო და დედის ჯუსუს და ახლა უმადურები უსხვათი ვიწყებენ სიცოცხლის მიმნიჭებელ დედას, რომელმაც ხატაკი და არასი მქონე, სულგრძელად შეიფარა და სიცოცხლე მიანიჭა.